და საერთოდ ღმერთის გამოცხადება კაცობრიობისათვის საფეხურებრივად ხდებოდა ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ზუსტად ასე ხდება. ადამიანს არ შეუძლია უცებ საღვთო სიმართლე გაიგოს. აი რამდენჯერ ყოფილა ამის მაგალითი, რომ ადამიანი ეკლესიაში არის, აი თითქოს 2-4 ელაპარაკებით ადამიანს არ ესმის. აი მათ შორის აიწეღა რაც თქვი, ადამიანი ხარ აღსარებელი, მაზიარებელი, სახარების მიხედვით თუ არ იქცევი, სულიერ სხვებს ღმერთი არ იწირავს. ხო თითქოს გასაგებია. ხა ამაზე 2-4 რაღა უნდა იყოს ეკლესიაში, როდესაც ეკლესიურ ადამიანს ეუბნები, რომ სახარების მიხედვით თუ არ მოიქცევი, შენ ზიარებას აზრი არ აქვს. მე თქვენ გეუბნებით, რომ უამრავი მაგალითი იყო, არის და იქნება, როცა ადამიანები არ ცხოვრობენ სახარების მიხედვით და მაინც ეზიარებიან. არ ცხოვრობენ იმიტომ, რომ არ გამოეძიებენ და გამოეძიებენ და მაინც თავისებურად აკეთებენ. და ხანდახან როცა მე მეძრევ, მე ყველა შემთხვევა არ ვიცი და ყველგან ყველა ხო ჩემთან ესე არ იხსნება და როცა მაძლევენ საშუალებას, რომ მას მიუთითო, რომ აი აქ შეასწოროს თავის ცხოვრების წესი, მათგან მოდის წინააღმდეგობა. გულწრფელად არ შეუძლიათ. აი ეს არის. და რატომ? იმიტომ რომ ვერ არის გაზრდილი, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია ადამიანი.